გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ეკა ხოფერია და ეს არის ჩვენი გადაცემა შეხვედრები ეკა ხოფერიასთან ერთად. ჩვენ ვართ თუმანიშვილის თეატრში და ვიდრე დავიწყებდეთ ჩვენს გადაცემას, ტრადიციული თხოვნა. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი გადაცემა YouTube არხზე შეხვედრები ეკა ხოფერიასთან. თუმანიშვილის თეატრში სულ რამდენიმე წუთში დაიწყება სპექტაკლი მარო. თავად გადაცემა კი ასე დავასათაურებ. ყიფშიძეების დინასტია ეკა ხოფერიას თოქ-შოუში. სწორედ აქ უნდა შედგეს შეთანხმება დინასტიის სხვადასხვა წევრებს შორის თარიღზე, დროზე, რაც ერთობ რთული საქმეა, ასე რომ თუ თქვენ უყურებთ ამ გადაცემას, ესე იგი შეთანხმება შედგა, მაშინ ასე ყიფშიძეების დინასტია ეკა ხოფერიას თოქ-შოუში. მე ერთობ რთულ ამოცანას შევეჭიდეთ. დინასტიას ვიღებთ ყიფშიძეების და შენ უნდა მიშუამდგომლო. ახლა მითხარი გამოვა? გამოვა. ეგრე მგონია კი. რაღაცეთ მოგეხმარები მეც რომ მეთად შევიკრათ და აი ინტერვიუ გამოვიდეს. მოკლედ ეს არის ჩვენი YouTube არხი, შეხვედრები ეკა ხოფერიასთან ერთად და შედგა ის, რისკედაც მიდივარ რამდენიმე თვეჯერ ესე იდეით, შემდეგ მუშაობით, ზარებით და ყველაფრით ყიფშიძეების დინასტია არასრული შემადგენლობით. პირველი კითხვა, აი დინასტია ეხლანდელი, რომელიც დაუშვათ, თქვენით უნდა დავიწყოთ ბატონო. რამდენ ადამიანს ითვლით, აბა ჩამომითვალეთ, აი როდესაც მე ვამბობ ყიფშიძეების დინასტია, რამდენი ადამიანია ეს? მე შორს წაგვიყვანთ. კი. და რატო ახლა გეტყვით? ბებიაჩემის ბებია იყო ბაბო კორინთელი. ეს იყო ჩიხტიკობით დადიოდა და იყო ქართული თეატრის ერთ-ერთი პირველი დასის წევრი. რას ლაპარაკობ? აბა ეს ჩემო ცოლმა გამახსენა, თორემ მე ვაპირებდი ამას. მადლობა. მე მოყვა ამას, ესე იგი, დედაჩემი, მე, გიორგი, ნატალია, ახლა მე ნატალია ამ საქმეში ტრიალებს, მაინდა-მაინც სადღაც გადაღებულიც არის, მე მგონი და იქნება სადმე არ არის. ხო, ნიკოშა მოარი გითხრა ამაზე, ლენუკამაც, იმიტომ რომ მე გვეგონა რომ ლენუკა იქნებოდა. სხვა შორს მეც მეგონა. ლენუკა გადაღებულია რამდენიმე. კი, მაგრამ ისე იქცეოდა ბავშვობაში. სამზარეულოში ისეთ კონცერტებს გვიწყობდა, რომ მეთქი ეს, ელენე არა. ხო და არა, არ მოწონთ რა. გიორგი? არ ეთყობოდა, ეხა ეს ბრაზდება, რომ რატო მე არა და. არ ბრაზდები. ოთხკუთხედი თავით რაღაცა მოყუნებდა, ვერ გვაგებინებდა ვერაფერს და ნუ მეთქი ეს ვინ არის, მაგრამ ნელ-ნელა და უნდა გითხრათ, რომ დიპლომი რომ ვნახე აი მე აშკარად თქვი რომ ეს ამის საქმეა, იმიტომ რომ რომეო და ჯულიეტაში, უბრალოდ ჯულიეტა და რომეოში რატომღაც ითამაშა, ვინ ითამაშა? მერკუციო. და ეს მერკუციო ძალიან კარგი იყო, აი დღესაც მახსოვს, რომ თქვენ გახსოვთ გიორგის პირველი ვამაყობდი, ხო? კი. ჩემს წინ ზის ორი ფენომენალური მსახიობი, აი მართლა ვარსკვლავი თავისი დროების და ყველაფრის, მაგრამ აღქმა ამის არც იქცევით როგორც ვარსკვლავები. ეგ როგორ უნდა არ ვიცი. რო ვიცი. ეგ რა უნდა გავაკეთო? ნუ აი არ ვიცი, აი რაც აი გვინახავს რაღაც ფილმები ან გაგვიგია. გიორგი, შენთვის რა არის აი ყიფშიძეების დინასტიისთვის დამახასიათებელი ის მთავარი ძარღვი, რომელსაც შენ ატყობ რომ შენს გაქვს? ვაიმე, არ ვიცი, რა უცნაური კითხვა დამაშა. რაღაცა ძარღვი არსებობს, არ ვიცი. აი რაც ახასიათებს სამსახიობო კუთხით, თუნდაც აი სახელოვნებო კუთხით ყიფშიძეს, აი ესეც. იცი რა არის, არ ვიცი, იცი რა არის, ზოგი ჩვენ კონკრეტულად მე მგონი რაღაცნაირად თეატრი არის დომინანტი რა, არა კინო, ზურა შემთხვევაში კინო. მაგრამ უფრო მაინც ხო არა, ანუ კინოში იმდენი როლი აქვს თამაშები, რომ რავი რა დათვლის რა. 84. ხო და რის თქმა მინდა და ლენა მეც და უფრო თეატრით ვართ
გატაცებულები? უფრო თქვენია, ხო? უფრო ხო, მონოშხულები თუ რა ვიცი, რა შეგვიძლია. უფრო თეატრი არის ხო, მთავარი რა. სულ ფიქრობდი, რომ მეც გავყვებოდი ამ გზას, მაგრამ აი პატარა ასაკიდან, ლუნას ასაკიდან მახსოვს, რომ ძალიან მიყვარდა ზურასთან, გიორგისთან ერთად გადასაღებ მოედანზე ყოფნა, მაგრამ მეგონა რომ ეს ყველაფერი იმიტომ მინდოდა, რომ კამერის წინ მინდოდა ყოფნა და დრო რო გავიდა და უკვე უნდა რაღაცა ჩაბარების მომენტი იყო, მივხვდი რომ უნდა წავსულიყავი იმ კუთხით, რაც კიდევ მიყვარდა, რაც იყო წერა და რო ჩავაბარე, აღმოჩნდა რომ შემეძლო კინო წარმოების სწავლა ასევე და აღმოჩნდა რომ ეს დიდი სიყვარული და ეს რაღაც აი გზას მინდა გავყო ყოფილა ის რომ გადასაღები მოედანი მიყვარდა და კამერის უკან მინდოდა ყოფნა და ამის გამო გადაწყვიტე რომ მინდა ვიყო რეჟისორი, რისთვისაც საერთოდ ყველა დეპარტამენტში დავბოდიალობ, აი ტრანსპორტის ლოჯისტიკის უფროსი ყოფილვარ და კასტინგ მენეჯერი ვარ ამ მომენტში და აი მსახიობი ვიფიქრე რომ აი რამდენიმე რაღაცას დავთანხმდები რომ მივხვდე როგორი კომუნიკაცია მქონდეს თვითონ მსახიობთან როცა მე ვიქნები რეჟისორი. რაც დავამთავრა იყო ციფრული მედიისა და კომუნიკაციის ფაკულტეტი. რაღაცნაირად აი პიარი და ჟურნალისტიკა და ახალი ამბების თხრობა იქნება თუ პროდაქშენის სწავლაც ასევე მან იყო რაც გრაფიკული დიზაინი და მე იქიდან მოხდი უბრალოდ გადაწყვეტა UI UX დიზაინი ვისწავლო თქო ანუ საიტების როგორ აუხსნა ქართულად არ ვიცი როგორ არის UI UX-ი. ხო აი რასაც ხედავთ ეკრანზე, მაგას ხატავს UI UX-ი და მაგ კოდს მე აბოს პროგრამისტი და ეგ არის, ხო. და მე სცენარისტთა სკოლაში ვიყავი. ეს ლაპარაკობს სამსგენა. ხო. რაინას ლაპარაკობს. აი გეზური კორაცკა. ვისაც გესმით? ეს რაღაც სხვადასხვა იმებს რო ვსწავლობ, გონია რომ რაღაც გამომადგება სამომავლოდ სხვადასხვა პროექტებისთვის და ხო, ეგ არის რასაც ვაკეთებ. მომიკოსია მაყე. ხო, აი ვერ გავიგე, მაგრამ ყველაფერი გავიგე. იცით რა მაინტერესებს? ახლანდელი თაობა, აი რა ენაზეც ლაპარაკობს და რაც ახლა მოხდა ხელოვნური ინტელექტი და აი როგორ ფლობენ ამ ყველაფერს, აი უცებ აღმოჩნდნენ ცოტა სხვა პლანეტაზე, აი ხო? კი, ცოტა კი, მაგრამ მე პატარა ხიდი ვარ მათ შორის. ხო. აშკარად გრძნობ. აი მოდი ახლა ვილაპარაკოთ აი ამ ხიდზე. ბატონზურა, თქვენ და თანამედროვე ტექნოლოგიები. ვაიმე. აი რა ხდება, იმიტომ რომ მე რა უთხარი ბატონზურას რომ YouTube-ზე ეს გადაცემა YouTube რა არის? არა, ეგ არ გიკითხავს, მაგრამ რომელი არის? არა, მაგრამ მაგას ჩაწერა ტელეფონში თითი აი ვერაჭერს. რა უნდა ვქნა, აი არის. მოიცა, მოყვეს ახლა ბატონზურა ამბავს. გძნობ ამას, ნუ რა ვქნა. აი სად გაჩერდა ტექნოლოგიური კუთხით? მე ვარ მე-20 საუკუნეში ჩარჩენილი კაცი. ნუ რა ვქნა, ახლა ეგრეა. ტექნიკასთან ძალიან მყრავათა ვარ. საერთოდ უფრო ნამდვილი და ურთიერთობიდან დაწყებული იგივე ტექნიკით, ნუ მინიმალური ტექნიკური შესაძლებლობები და თანახმავარ. და აი ეს ინტელექტი და ხელოვნური თან აი ეს ნუ ჩემთვის არის ძალიან შორსავი. არა და ბაიგ დაგეხმარებოდა ყველაზე მეტად. რაში? აი ჩვეულებრივად პროგრამა გაქვს ChatGPT ქვია და უბრალოდ გაცავთ რა ქვია? ChatGPT ქვია და უბრალოდ უწერო მომიყევი ამ ფილმზე მაგალითად და ყველაფერს თვითონ გიყვება. ანუ აღარ გჭირდება რაღაცების წერა, მოძიება. ანუ იდეა რა არის, რომ ხელოვნური ინტელექტი არის მთელი კაცობრიობის ინფორმაციის ერთ ადგილში თავმოყრილი ტიპია და ყველაფერი იცის, რაც კი კაცობრიობაში აქამდე იცოდნენ ან რაღაცა. ეხლა ვნახოთ. ბატონზურა, თქვენ ტელევიზორი სახლში გაქვთ? კი, ნეტა არ მქონდეს. გეთანხმებით, ზუსტად იმ აქცენტით, რა აქცენტსაც აკეთებთ. ტელევიზორი თუ უყურებთ, დაუშვათ გარდა საინფორმაციოსა, რაღაცა გადაცემებს და ფილმებს, ხო? მე რას უყურებთ? სპორტს. ტელეფონი ხო გაქვთ მობილური? მაქვს, ნეტა არ მქონდეს. სოციალური ქსელები გაქვთ, აი Facebook-ი გაქვთ? კი, არის იმაში ჩანიშნული, რომ მაქვს. არის ეხლა მე უნდა მოვიყვეთ სოციალურ ქსელში რეჟ მიგზავნის ხომ. ხელს, რომ აჭერ ხელს. ჯერ ესეთი სადღაც სხვაგან მივდივარ.
და მე რო ვაჭერ, ისთვის ვაჭერ ვერ ვგებულობ, გესმით? ძალიან მაგრამ ერთი კარგი რაღაც დაამოღამა რა. ზურა მიგზავნის ხოლმე ძირითადად აი რომ ზურასგან მოგივიდა და მესეთი რაღაცა წერია. თუ თიც დააჭერ ამ თიცა და ამ თიც შორის, აი აქ ადვილად დაგეძინება. რაღაცა აი ეს მასაჟი გაუკეთე ამ წინა ნაწილებს და კარგად დაინახავ თვალი და დილით აი ეს 5-ჯერ გააკეთებ, გაიღვიძებ და ივლიე რაღაცა უფრო ბოდრას იქნება. ჯანმრთელობის რაღაცა აი რაღაცა ვიღაცები ატყუებენ შინელები თუ არ ვიცი ვინები ატყუებენ რაღაც სისულელებს მიგზანის ესე გააკეთე და გაგახსენდება წინა ცხოვრებაში რიდიყავ ჯანმრთელო მოსახლეობა. კი ბატონო, ხო. იმიტომ რომ ბატონო მე და ბატონი ზურა ვლაპარაკობთ და სახსრები მაწუხებსო და შეკეთებ ხომ სახსრები ახლა. ჩინურად მითხარი. კაი, გიორგი, შენ როგორ ხარ ეგეთი მაიმუნი? გიორგი, შენ, რა შენი და თანამედროვე ტექნოლოგიები. აი შენ სად ხარ? ეს ვარ აი ამას შუაში ვარ რა როცა მერხევა ხომე მამა ამას ურეკავ მეთქი მიშველი ესე როგორ გავაკეთო ესე როგორ გავაკეთე სად დავაჭირო რაღაცებს როგორ დავთაგო და ეგეთ რაღაცებს მერხევა ანუ აი იმ დღეს მირეკავს მივაჭირო დავთაგო არის არა ვუთხარი მამა ხშირად ვარ ვაკეთე ხო აი დავა სკრინშოტე და რაღაცა მოვუხაზო რომ გაეკეთე ამას დააჭირე მე იმას დააჭირე და მე ამას დააჭირე მაგასთან დაკავშირებით მე ძალიან მიყვარს მიუხედავად იმისა რომ ვარ უკვე ბებერი ჩემი ბებერი ცოლი ხო რომელიც მაძლევს ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას იმიტომ რომ ის ჩემგან განსხვავებით ის ძალიან აქტიურია რა ყოველთვის საქმის კურსშია ტექნიკასთან და ასე ვთქვათ და Facebook-ებთან და ჩვენ მეგობრები ვართ მე და ქალბატონი ლელა მოგიტყვი ხო და აი ეს ცოტათი ზოგი რამე არ მომწონს ზოგი რამეზე ვეკამათები მაგრამ პრინციპში განათლებას მაძლევს თანამედროვე ასე ვთქვათ ხო რა ხდება სოციალურ ქსელებში იცით 3 წლის ასაკში დედა ჩემის მეგობრები მოდიოდნენ და მეილს და MySpace ვუკეთებდი ხო აი მაკედან დაიწყო ყველაფერი MySpace მქონდა 2004 წელი იყო მე ოდნოკლასნიკების პერიოდი მქონდა საქართველოს მე Facebook-ი დავიწყე 8 წლის რო ვიყავ Pet Society-ის გამო თუ გახსოვთ და აი მან ესე აღმოჩნდა რაღაცნაირად 13-ის ვიყავი მახსოვს Instagram-ი რომ პირველად შემოვიდა და ძალიან მალევე მე და კრისტიმ დავიწყეთ აი ცოტა ინფლუენსერის კუთხით მუშაობა და პირველი ესე დიდი შეკვეთა მივიღე 17 წლის რო ვიყავი Mercedes-Benz Fashion Week-ისგან ოღონდ ლონდონიდან და აი მან დაიწყო უკვე რაღაც სამსახურის ხრივ ეს ყველაფერი ხო თორე ისე ხო თვითონ ტექნიკასთან ურთიერთობა ყოველთვის მიყვარდა იმიტომ რომ აი ის ვარ სახში აი რომ გირეკავენ რომ ის როგორ ჩართო იმაში ან რაღაც რომელი კაბელი ჭირდება წარმოგიდგენთ კოსმეტიკეიდს ბრენდს, რომლის მთავარი სათქმელი ასეთია: ჯანმრთელობა, რეალური შედეგი და შემდეგ უკვე სილამაზე. ატლანტა, ჯორჯიის შტატი. იყო და არა იყო რა და არის ერთი გამოჩენილი პლასტიკური ქირურგი. მრავალწლიანი პრაქტიკის შემდეგ ის მივიდა ერთ მარტივ დასკვნამდე, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია რეაბილიტაცია პაციენტისთვის. ასე შეიქმნა Cosmetic Aid-ის პროდუქცია და დღეს ვილაპარაკებთ ზეთებზე. ეს გახლავთ Cosmetic Aid-ის 3 სახეობის ზეთი და ცალკე უნდა გამოვყოთ მათი ვარსკვლავური პროდუქტი 5 ერთში. ებრძვის ცელულიტს, ეს არის სამშობიარო ეგრეთ წოდებული სტრიები, მათ ებრძვის, კუნთებისთვის ძალიან კარგი არის. ასევე ნაიარების შრამების შემდგომ და ლიმფოდრენაჟი. აი ეს არის ჩემი და როგორც რეკლამებში ჩვევიათ ხოლმე, რეალურად ძალიან ცოტა დარჩა, ანუ აი მას მართლა აქტიურად ვიყენებ. მაგალითად, თქვენ დადიხართ მასაჟზე, გაქვთ ამის დრო და ფუფუნება. აირჩევთ რომელიმე ამ ზეთს, ყველა უნივერსალურია, მაგრამ უნდა მოირგოთ. მაგალითად, აქ ჩვენ გვაქვს არნიკა ჯინჯერი, ეს ამბობენ მენოპაუზის დროს ძალიან კარგი არის. ეს გახლავთ უნივერსალური ქოქოსი და არნიკა და არნიკა აბუსალათინის ზეთი. აბუსალათინი ჩვენ ვიცოდით ზოგადად რომ კარგია თმისთვის, მაგრამ ძალიან კარგია კანისთვის.
რას ვაკეთებ მე? მე არ მაქვს მასაჟის დრო სამწუხაროდ და სახლის პირობებში ვუვლი ჩემს სხეულს. და რადგან კარგია ეს ლიმფოდრენაჟისთვის, შეშუპების მოხსნისთვის, კანისთვის უებარია, მაგალითისთვის ვიღებ არნიკა ქოქოს და დილა საღამოს ან მხოლოდ დილით შხაპის მერე ოდნავ ნამიან სხეულზე ლიმფოდრენაჟის მოძრაობებით ქვევიდან ზევით ასე ვამუშავებ მთელ სხეულს. ამას წინათ ბაკულას ხორებში, როდესაც გიყურებთ ერთად, უცებ ჩემთვის აღმოვაჩინე გიორგი ამასობაში როგორ გაიზარდა. ანუ გიორგი სულ მეგონა პატარა. ეს სულ შვილის როლში მეგონა და უცებ დაგინახე შენ სცენას და მინდა აი მართლა ძალიან დიდი კომპლიმენტები უთხრა რა საოცრად ითამაშე. ეხლა მინდა გაიხსენოთ ბატონო ზურა პირველი თუ შესაძლებელია რომ გაიხსენოთ პირველად როდესაც გვერდიგვერდ დადექით აი ამ სცენაზე რა სპექტაკლი იყო რა იყო ბაკულა შემოიყვანეს მეგობარი იმიტომ რომ ნუ გოგა პიპიჩამ მე დავბერდიო ესაო და ასე შემოიყვანეს რამდენი წლის წინ იყო იცი ეგა არა სადღაც 23 წლის წინ არა კი ანუ 2002-დან თუ 3 წლის იყავი ანუ 2002-დან ნუ მე როცა მოვედი თეატრში შემომიყვანეს ბაკულაში მე 2001-ში დავიბადე ანუ 26-ის იყო ბაკულაში ვოდებილში ვოდებილშიც ვოდებილში შემომაგდეს კი მეფე ლირი აუ ნუ ასევე იცი ძალიან რთულია რაღაც შეფასება გააკეთო არ იყო ბანალური უბრალოდ მე შემიძლია ვთქვა რომ აბსოლუტურად მონუსხული ხარ მაყურებელი დარბაზი ერთ ამოსუნთქვაზე გადიხარ თავიდან ბოლომდე და ნუ მართლა ეს ასეა ვერ იშოვი ბილეთს მე მართლა დიდი მადლობა კახა შარტავას დიდი მადლობა თუმანიშვილის თეატრს მე მოვხვდი ამ სპექტაკლზე მოდით ამ სპექტაკლზე ლაპარაკი დავიწყოთ ნატალიათი იმიტომ რომ ნატალიათი დაიწყო ჩვენი ინტერვიუს ამბავით ნატალია რამდენჯერ ხარ აი მაგ დღეს მეც ვიყავი იქ იყო 35 35 ჯერ მაგნანა სერიოზულად ხო ის სუდადია ზეპირად ვიცი ვაიმე ოღონდ აი ეს პიესა მარტო კი არა თქვენი მოქმედებები და რა სახე გაქვთ ეგეც ვიცი აი ძალიან ესეთი ბოდიში ამ კითხვის მაგრამ აი რატომ ნახე ეს სპექტაკლი 35 ჯერ აი რა იწვევს ამ სურვილს რაღაცნაირად აი არ ვიცი ჯერ წინ სპექტაკლი რომ მომწონს ეგ თავისთავად მაგრამ აი ზურას პერსონაჟის ცვლილებების ნახვა ძალიან სიამოვნებს ხოლმე და თან ყოველთვის ვტირი ბოლოს და გიორგის რაც შეეხება ეს ბოროტ მოქმედი რო არის და სტერიკაზან მომწონს სხვათა შორის გიმნაზიაზე დარწმუნებული ვარ ნახა 35 ჯერ ამდენჯერაც სიტყვაზე მე ვნახე ან მამა ან არტ ბაი მე გამანებეთ მამა როგორ მინდა ან მარჯანიშვილი ხო და იგივენაა მე მამას არ თითქმის არ გამიმაზია რა მამა არის ჩემი ოცნება რომ ხოდეს ძალიან ბევრჯერ დაახლოებით ეგრე მაგრამ სპექტაკლი რომელიც დღესაც მოითხოვს თქვენგან განსაკუთრებულ ემოციურ მზაობას რომელია თქვენთვის ლირი თქვენ აი ხა როდესაც იწერება ეს გადაცემა ისე ზეგ თამაშობ ბენ ყიფშიძეები მეფელირში ხო და ბატონმა ზურამ თქვა როცა ჩვენ ფიქრობდით როდის ჩავწერდით ამ გადაცემას რომ თქვა რომ მოდი ორშაბათს ჩავწეროთ იმიტომ რომ ოთხშაბათს ლირია და წინა დღე აი რა ხდება ამ ერთი დღით ადრე არჩი ადრე სხვანაირად ვემზადებოდი და ეხლა პირიქით არ მინდა საერთოდ ამაზე ფიქრი და ვითომ არაფერი არ არის მაგრამ იმიტომ რომ მინდა არ მინდა გამახსენდება რომ ხვალ ეს არის და მინდა რომ პირველ რიგში არ გაუფუჭო არავის არაფერი ჩემი ხუშტურებით ჩემი იმპროვიზაციით თუ გინდა და არ ქვი ამას თუ ემოციური იმ მომენტში რაღაცა გადახვევით ან ასე შემდეგ და ეს არის ფიზიკურად უნდა იყოს იმიტომ რომ დიდი ფიზიკური დატვირთვა აქვს. ემოციურ ფიზიკური. ხო, ნუ აი ესეთ ფიზიკურ ემოციურ. აი ნაბახუშევი ძნელია ითამაშო. ხო, ძალიან ძნელი. და აი თითქმის შეუძლებელია. წარმოუდგენელი, ვერც წარმომიდგენელი. და ყოფილა ესეთი ხა ბოდიში მომიტყვა. ყოფილა. უიმე ყოფილა ესეთი დღეები სამწუხაროდ და შემიძლია ცოტა ადრე დავიწყო ამაზე საუბარი, იმიტომ რომ
ჩვენი საქმიანობა იმის გარდა რომ ფსიქიურად უნდა იყოს დალაგებული, ფიზიკასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ეს ფიზიკურად თუ არ ახარ მზად, ვერ აკეთებ იმას ისე როგორც აკეთებ. აი ხა მე დიდი ხანია არ დამილევია, მაგრამ ლუდს ვერ მოვეშვი და სვავ ამ ლუდს. და ეხლა ზოგს აძინებს, ზოგს მე ვერ ვძნობ, მაგრამ თურმე მეტყობა გესმის, რომ ერთი ბოთლი ლუდიც ადამიანზე სულისკი, სულის ტემპორიტ სულისკი. გესმის, აი ამის თქმა მინდა მომავლისთვის, ხალხისთვის, ბავშვებისთვის. რაღაცა ჩარჩოები არის ჩვენ საქმეში, აუცილებელი. ეს არის სიფხიზლე. აუცილებლად და ფიზიკა უნდა კონდეს მომზადებული. ისე რომ ყოფილა ეხა ერთხელ საქმეზე იყო მახსოვს მამა ჩემი და ჩემი სიმამრი რაღაც პროფილაქტიკაში შევარიგე კი არა გავაცანი თუ რაღაცა და იქ დალიეს და მეც დავლიე და საღამო სპექტაკლი ვაიმე ლელას გავუარე ძლივს ზივარ რულზე მომიყვანა აქამდე და კი თან იმ სპექტაკლზე დედა ჩემი დეიდები ვაიმე და ეროსი გაგიჟდა მანჯგალაძესთან ერთად თამაშობდი და იქ ესეთი სცენა მაქვს რომ იქ ვთრები მღერი ვარ ვთრები რაღაცა მაიმუნო მაგრამ მე უკვე დრალი ვარ და იქ ჩავდივარ ავანსცენის ქვემოთ და იქ ტახტია და იქ ვიძინებ. მახსოვს ეროსი დამადგა თავზე და დაიწყო თავისი ხმით ღრიალი რომ და რა იყო მეთქი ისე წავხედე და არ ძინავს არა და გესმის ეგონათ რომ დამეძინა. არ შეიძლება ეგეთი რამე ვიკეთება, მაგრამ სამწუხაროდ მოხდარა. და რამდენი წლის იყავენ? მაშინ მე ვიყავი ძალიან პატარა იქ დროს. ბატონო, თქვენ ახლა აღნიშნეთ ეს ჩარჩოები და როგორ გონია და ეს ჩარჩოები და ზოგადად და ეს რაღაცა სიფხიზლის თემა, რომელიც დღეს ძალიან გახსნილად არის უკვე ლაპარაკი ამაზე და ძალიან მივესალმები ამას. იმიტომ რომ ჩვენთან არაფერი არ ხდება და ჩვენს არ გვეხება აი ეს რაღაცა თვალთმაქცობა მორჩა როგორც იქნა ჩვენს ქვეყანაში და ყველაფერს გვეხება. გარდა სამსახიობო პროფესიისა, შეგიძლიათ განაზოგადოთ, აი ვის უხდება და არა ბახუსი და რას ურჩევდით ზოგადად ამ მიმართულებით ახალ თაობას? აი უფრო გაუფრთხილდით. არ ვიცი, ორი სიტყვით ზომაწონას. აჰა. აუცილებლად. იმიტომ რომ ჯერ ერთი ჩვენ სამწუხაროდ ბევრ ადამიანს ახასიათებს ზედმეტი მიღება იმ кейფში იქნება და მე უსაქციელობა. უსაქციელობა გვემართება. ჩვენ ისინი არა ვართ, ვინც ვართ. ჩვენ ვართ რაღაცის ქვეშ და ის ქვეშ გვაკეთებინებს რაღაც ბევრ სისულელეს. და არასწორ ფიზიკას, არასწორ აზროვნებას, არასწორ საუბარს და ასე შემდეგ. ისე არ ღელავთ, ხო? მე მაგალითად ახლა რომ შემოვდიოდი, მგონია რომ უფრო ისეთი მოჭიმული და ისეთი სიტუაცია იქნება, რაღაც. მე 1 საათით ადრე მეწყება. ძალიან ხო. 2 საათით ადრე მეწყება ალბათ. პირველად მოსინჯე საერთოდ ამ ჟანრში საერთოდ თავი, შეიძლება ახალგაზრდებთან 40+ ვარ, არ დაგვაუწყდეს. აქ 40-ის ბავშვები არიან. 48 წლისა ვარ და შენ 21-22. რეალური პროცესი ეხლა მიდის, ანუ რას ვაკეთებთ, როგორ ვემზადებ და ეს ღელო მე რაში გადაგვაქვს. შალიკავს ასუგავდა. იგუდარებით მომწე.
გამარჯობა. მე ჩამოვედი თქვენი შვილის გიორგიავი და გამოსაცდელი. გიორგიავი და გამოსაცდელი. კაი, აქ ჩამოვა. შეიძლება გითხოთ? თქო. როგორც მაყურებელს. რა თქმა უნდა. აბა მოყევით, ეხლა რას ფიქრობთ ამ სპექტაკლზე? არ ვიცი, მე უბრალოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, რომ რაღაცა ამაყათა ვარ და მე რომ ახალგაზრდა ყოფილიყავი, ალბათ ვთხოვდი, რომ მეც რაღაცნაირად მაგის თავი არ აქვს, მაგრამ სიამოვნებით ვემუშავებდი. მიისტავს თუ როგორ აქვს ქართულად მიისტავს თუ როგორ არის ქართულად? არ ვიცი. პირველად იყო, როდესაც მე ამავდროულად მაინტერესებდა ანუ ორივეს უყურებდი სცენაზე რაც ხდებოდა და დარბაზში და ესეთი ერთობა და ესეთი ძარღვი სცენას და დარბაზს შორის აი კაიხანი არ შემოხვედრია. ნუ გასაგებია რომ ვიღაცა ტირო და ვიღაც მორა აი ერთიანობაში იყო ეს ყველაფერი და აი ძალიან გრძნობდა ამას მაყურებელი არა ბატონო? არ იყო საჭირო იქ რაღაც ზედმეტი რაღაც აი ყველაფერი გასაგები და ყველაფერი გამოთქმული იყო გესმის აი ამ რაღაც ჩავაცივდი ამ სიტყვას რუსულად ისტოს მე ამას გადავთარგმნი და გეტყვით რას ნიშნავს შენ რა სიტყვი ნუ მე რაც თავიდან თქვი კიდევ იგივე კარგი შტაბის-ტელეფონით ვარ მეორედ ვნახე და ორივეჯერ რაღაცნაირად გიოს რო უყურებ ამ ამბავში ძალიან ვამაყობ იმიტომ რომ ძალიან რთულია ფიზიკურად ძალიან პრინციპი აქვს რომ თუ რეპეტიციაზე ცოტას გააკეთებ და მე არ მეცოდინება შენ რას აკეთებ და თუ მე დააჭერ შეიძლება ზედმეტში გადახვიდე ამიტომ რეპეტიციაზე უნდა ვნახოთ ის რაც უნდა ვნახოთ თეატრში სპექტაკლზე და ამ თითქოს მიჩვეულები ვარ თუ რაღაცა რა ნუ რაღაც დრაივი ირთვება მე მაყურებელი შემოდის მაგრამ დაახლოებით იგივე ხდება რაც რეპეტიციაზე და შეიძლება მაგიტომ რომ მიეჩვია ორგანიზმი რა ვიცი აი ხო გეუბნე მეთქი პირველად რომ ნახე და რაღაცა მომეწონა ეხლა მეთქი რაღაც ვარ შემიშალა და მე აი გულწრფელად გირმოცავ პირიქით მე მალე გავხდები თუმანიშვილის თეატროლოგი იმიტომ რომ თქვენი ყველა ვნახე თუმანიშვილოლოგი ლოლოგი ხე ცოტა ისეთია ხო გიორგი ისე ხო ბატი მე დარწმუნებული ვარ ხა მიხალანში ცოცხალი რო ყოფილიყო აი ძალიან მოეწონებოდა ეს მთელი ოჯახობა აქ ყავს და გაგვეცანით ქალბატონო ეს ეხა მითხარი ორი სიტყვით რა ქვია ლუნა ორი სიტყვით ხო ლუნა ქვია კაი ეხა მამა სპექტაკლებს ესწრები კი კაი მოყევი ვის მოყავ ხარ როგორ უნდა მოიქცე აი ეს ამბავი მაინტერესებს აი გარიცი არიცი დარბაზში ხო ზიხარ ეს ცი რა არის არ მინდა ეგეთი აბა როგორ იქნება არაფერი არ კაი ეხა ერთიც მითხარი და მორჩა მსახიობობა გვინდა არა მომღერლობა არა მხატვარი იყო არა მეხანძრე არა მასწავლებელი არა ფეხბურთელი მოცურავე კი აი მამამ გამოეცნა როდესაც ბატონი ზურა ლაპარაკობდა ამ ჩარჩოებზე და შენ ნუ არაერთ გადაცემაში გვინახი ხარ ახლა სადაც უკვე ლაპარაკობ ციფხიზლეზე და ამ გადაცემაში მე არ ჩაუღრმავდები ამას იმიტომ რომ ბევრჯერ გილაპარაკია უბრალოდ ამ კონტექსტში მინდა რომ თქვა რომ აი შენთვის სად არის ეს ჩარჩოები აი შენ ამ გამოცდილებით რა სიზავდი შენ ამ გამოცდილებით როგორ გაზრდიდი შენ შვილს შენს ახლობელს აი რას გააკეთებდი აი სად მოვიდა ეს გამოცდილება რაში გააკეთე საქმე რაშია ნახე თითქოს გაბრუება როგორც ასეთი რაღაცა პრეპარატი იქნება თუ ალკოჰოლი იქნება ნებისმიერი რაღაცა თითქოს ხელოვანს ეხმარება ფანტაზიორობაში რაღაცა სიტუაციაზე დავში რეპეტიციის პერიოდი იქნება თუ აი აზროვნებაში თითქოს რაღაცა კრეატიულ რაღაცებს ელფერს გაძლევს მაგრამ როდესაც ფიზიკურაში გადავდივართ ანუ სცენაზე და ფეხის დადგმაზე მიდის ხო აი დაუშვათ მარო რო ნახეთ ეხლა მე იქ პახმელიაზე და მე იქ ჩემი ორგანიზმი თუ საათივით მომართული არ ამყავს მე იმას ვერ ვითამაშებდი ანუ ფიზიკურად შეუძლებელი როგორც სპორტსმენი ვერ გაივლის კემპსი და მე შედეგს ვერ მიიღებს კაი კემპის გარეშე იგივეა დაახლოებით
შენი თაობისთვის დამახასიათებელი დამოკიდებულება როგორი იყო? აი ჩემი თაობისთვის არ იყო ეს. ეს იყო რომ კაცო მსახიობი უნდა იყოს, ხო, ბოჰემური ცხოვრების ცხოვრობდა და უნდა თქვენ თაობაში როგორ იყო ეს? ასევე მიღებული იყო, ხო? მიღებული იყო სამწუხაროდ, არა მარტო ალკოგოლი, ნარკოტიკი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ისეთ რა არის, ყველაფერს თავის დრო აქვს ალბათ. ხო, ძალიან კარგია ეხლა როცა შვილიშვილებმა გამიმართლეს და საერთოდ არ ეკარებიან არაფერს. ნუ თუ არ ჩავთვლით ნატალიას, ღვინოს სვავს ეს. აი ღვინოს სვავს რა. ღვინოს და ვისკის. წრუპავს. ნატალია, შენი თაობისთვის რა არის დამახასიათებელი? მგონია რომ დღევანდელ ანუ ჩემ თაობაში რეალურად ძალიან დიდი პრობლემები არის ამ კუთხით, იმიტომ რომ მაპატიე ძალიან დიდი პრობლემებია, იმიტომ რომ აქ ისეთ ნორმალიზებაა ლაპარაკი, რომელიც ნუ არსად არაფერს არ ეწერება. მე რო გეუბნებით რომ მაგათაც ჩემი საყვარელი პარასკევიან შაბათი არის, როდესაც მეგობრებთან ერთად ღვინოს წრუპავ და ჭუკჭუკებ. სხვისთვის ესეთი ნორმა და ძალიან ბევრისთვის ჩემს თაობაში არის მაგათ კლუბური ნარკოტიკი, რომელიც თითქოს არაფერი არ არის, მაგრამ ამაზე დამოკიდებულს ხდით რა. ანუ შეიძლება ვერ გავიდნენ სადღაც იმის გარეშე, რომ ეს ყველაფერი იყოს. და მე მაგალითად ჩამოვშორდი ეგეთ წრეებს, იმიტომ რომ არ მინდა რომ ამ ყველაფრის ზეგავლენის ქვეშ მოვხვდე. და აი როგორ ჩამოვშორდი ეს შენი აი შენ სად გეყო ნებისყოფა, სად მიხვდი რომ ეს შენი არ არის? იმიტომ რომ ძალიან მარტივია გავლენის ქვეშ მოექცე. იმით მივხვდი რომ მაგალითად მე როგორც პიროვნება არ განვითარდები მაგ სიტუაციაში, იქ სადაც მსგავს რაღაცები არის პრიორიტეტი. და რაც შეეხება ზომას და წონას, ასე თქვა დავამუღამე საკუთარ თავზე, ძალიან მარტივად რო თქვა, მაგალითად ვისკი მიყვარს ძალიან და ვისკი სვავ 25-იანს. და 25-იანს ისევ სვავ, რომ ჩემი თრობა არ არის. ანუ მომწონს რომ ვარ კონტროლის ქვეშ და მომწონს რომ ჭუკჭუკებ და მომწონს რომ ამასთან ერთად აი მაგათ გემოს განვიხილავ და არა ის რომ აი ჯერტი არ ვარ ეგეთი სიმთვრალე არ მქონია არ დოს რაღაცა ვიწილო და ვიკილო, იმიტომ რომ ალბათ ეგ პიროვნებას გაჩნია. ანუ მაინც სასმელი იმას იწვევს შენში რომ უფრო ნაღდი იყოს შენი პიროვნული თვისებები და მე ძალიან მშვიდი ადამიანი ვარ და ამიტომ ხო, ეგეთ რაღაცები არ ხდება ჩემთან, მაგრამ ძალიან მიყვარს გემო, ღვინის და ვისკის და მაგის წრუპვა საყვარელ ადამიანებთან ერთად ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ვინ არის ამ დიდი ოჯახობის მთავარი საყრდენი ბატონო ყიფშიძეების? ეს არის რა თქმა უნდა. არა, ნუ მე უნდათ არ მინდა თუ არ მინდა, მე ყოფილ ვარ, მაგრამ მე ბავშვობიდან ეგრე ვარ, რატომღაც სულ ძევი წაძინა ვარ და მართლა? სკორი პომოში ვარ, ხან მეგობრების, ხან იმის, ხან კი, ეგეთ ტიპი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა თქვენ მე ესე მგონია, ბუდიში მომითხოვია, თქვენნაირი ლამაზი კაცი საქართველოში არც დაბადებულა, არც არის და არც დაიბადება. ეს ეხლა მიიღეთ მოცემულობად, არ ვიცი, მართლა არ ყველა თაობის. და მე ესე მგონი რომ ფრიად გათამამებული ადამიანი და არა, ჩემო კარგი, არა, პირიქით, შავი მუშაცა ვარ და ყველაფერი, აი ახლა ეს მეხმარება თორე. ერთი წუთი. მთელი ცხოვრება ეგრე. თქვენ რომ ფილმში როცა აყვავდა ნუში, მოდიხართ იმ ცნობილ კუბოკრულ პალტოში. და რომ მოდიხართ და რომ მოგაქვთ მთელი ქუჩა და ფილმი და ყველაფერი. თქვენ მაშინ აი როგორი იყო თქვენი ყოფა? არა, მაშინ რთული იყო. მაშინ მაგის გამო გამაგდეს ინსტიტუტიდან, ცოტა თლად დალაგებული ბავშვი არ ვიყავი, მოხულიგნო კაცი ვიყავი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. და თუ კი მიუბრუნდებით, რაც თქვენ აღნიშნეთ, 9-1-1 ვარო და მაშველი რგოლი ყველასთვის. ეს შედარებით ასე ვთქვა. კი ეგრეა. ხო, აი რაში გამოიხატება? გიორგი, აი მოდი აი ყველაფერი სახში მაგალითად აი გაიქცევა და ვიღაცას დაეხმარება
მეზობელს იმას რაღაცა პრობლემა აქვს და შეიძლება სახში პური არ მოიტანოს, მაგრამ იქ გაიქცეს და იმად დაეხმარა და დედაჩემი გიждდება, რომ აი ყველა სეხმარები სახში ჩვენს გარდა მაგალითად რა, რა თქმა უნდა ესე არ არის, მაგრამ აი ჯერ უფრო იქ გეჩქარება, რომ შენ ვიღაცა ძმაკაც დაეხმარო, გაიქცეს სადღაც აულაბარში იმას ბორბალი გაუსტა და იმას გამოუცვალო და სახში პური არ მოიტანო და მერე მოიტანო პური და აი რა წესიაო ესო რა. და შეიძლება მოიტან მაგ მომენტში. თემა ეს არის. არა, ნუ მე დღეში ალბათ 3-ჯერ 4-ჯერ გავრბივარ მაღაზიებში, თუ ვინმეს რამე უნდა, ნუ მოვიყევით. მე ვარ ეგეთი. შუთ რა მაღაზიებში დარბის გარბის იქ და უიმე დამჩა კვერცხი ეხავე ჩავა კვერცხს ამოვიდა. უიმე ის დამჩა მე გზაში ლუცი ყიდეს რა თქმა უნდა. და ასე 9-ჯერ გადის ზახს ასე ენებს. მეურნეობის თემებიც ბატონზურას აქვს შეთავსებული. ზაღლიც ამყავს, კაცო, სულ ზაღლები მყავდა მიცხოვრებელი. პატარა ლეკვი ყავს. ეხლა მყავს რაღა პატარა 6 თვის არის კი შეგვაწუხა თავის ყველაფრით, მაგრამ ნუ იმედი მაქვს რომ გამოვასწორებ. უკვე ერთი რასაც გძნობ რომ ის აღარა მაქვს. აი ეს ამხელა რომ ყოფილიყავი, უფრო ენერგიული ვიქნებოდი. უკვე ვეღარ ვქაჩავ, აი იგივე ძაღლის მოვლაში მეხმარება გიორგი, თორე ძალიან რთულია. აი როგორ გითხრა, ჭირდება ადამიანს გვერდზე ვიღაც აუცილებლად, იმიტომ რომ ნუ როდემდე ხა, ნუ კი ბატონო ხარ აქტიური, მაგრამ ნუ როდემდე. ხო მოვა თუ არ მოვიდა ის დრო, როცა ვეღარ, აღარ კი არა, ვეღარ. აი ეს ვეღარ მეშინია მაგისი, ჯერჯერობით მაინც მოძრავ. ხო, მაგრამ ამაზე დიდი ბედნიერება ხო არაფერი არის, როცა შეგიძლია აკრიფო ტელეფონი ან შეხვიდე და თქვა დე, მა, ან ბაბუ, დამეხმარე, რა სიტყვი. ხო, აბარა. ეს ხო სანამ არის, ეს არის ყველაზე დიდი სიმშვიდე, რომელიც შენ ვერაცნობიერებ და დაყვება. გიორგი, შენ უკაცრავად ამ ბოლო დროს ნიკუშა მეხმარება ძალიან ბევრს. ხო, ჩემი დიშვილი. ნიკუშა არის ჩემპიონი, ამ ხრივ და ყველა მხრივ. ესე შეხვედრების კიდევ ერთი ადგილი, გრაფიკა. ძალიან მაგარი ადგილია, მოინიშნეთ და ჩემი სტუმრები ლენუკა ყიფშიძე და ნიკოლოზი. გამარჯობა სასიამოვნო. როგორ მიხარია ჩემთვის ბიბიშკო. და ბიბიშკო? ბიბის მეტად. ბიბი. წავედი. ბიბი მოფერებით ბიბიშკო. იმედი მაქვს მოგეწონებათ აქაურობა. კიდე რა სიმამაზი. მამამ თქვა, რომ ნიკა არის ერთ-ერთი ყველაზე წესიერი ადამიანი დინასტიაში. ნამდვილად გამორჩეულად წესიერი ვიტყოდი. აი რატომ თქვა ესე კი, მაგრამ არანაკლებია ალექსანდრიც, ჩვენი. შუათანა, ანუ გიორგის გიორგის შუათანა. ისიც მოწესრიგებულია და რაღაც მაგონებენ ერთმანეთს ალექსანდრე და ნიკოჩი. მოეთანხმებიან. დანარჩენებზე რა გითხრა? ვნახოთ. კარგი, აი როგორები ხართ ყიფშიძეები? აი მოდი ჯერ ლენუკა თვითონ მოყვას და მე შენი თვალით დანახული. როგორები? აი როგორები ხართ? რა მეცინება, რატო იცით რომ ხო რაღაც იტალიური ოჯახი ვართ, ხო? ხსმენია, ხო? და სულ მიტყდება სიცილი რომ მეკითხებიან როგორები ხართ, იმიტომ რომ ნეტა ხედავდეს თქო, აი უცხო თვალი ჩვენ ოჯახში რა ხდება. აი ჩვეულებრივად ზოლ ფილმებში რომ იტალიური ოჯახი. ყველა ქოთქოთებს, არავინ არავის არ უსმენს. ყველა თავისას გამოხატავს, მაგრამ საბოლოოდ ძალიან ტკბილი ოჯახი ვართ, ანუ ვერ ველები. აი ჩვენ რო ცალკე გადავედით, დღემდე ყოველდღე გავდივარ ხილიანზე. მივდივარ, იწყება ისევ ქაოსი, ჯაჭყანი. იქიდან მამა ჩემი გამოვა, ძაღლი ყავს გასაყვანი, იქიდან დედი ჩემი და ჯაჭყანება, გიორგი ბავშვებთან გამორბის და აი რა ხდება, იცი? ტკბილად და კარგად გავიხსენებ. ნუ რა თქმა უნდა, ეხა დიდ ოჯახს მოყვება თავისი პლუსებიც და მინუსებიც. მინუსი ასე ვთქვათ ის იქნება, რომ ნუ სიმარტოვე ესე არ მქონდა, იმიტომ რომ იქ ბებია ჩემი ბაბუა, ჩემი დედა, ჩემი ბიძა, ჩემი შვილი ასე შემდეგ, მაგრამ ნუ სივრცე იყო სამაგისო, ამიტომ ხო
ხო, მაგრამ ხალხმრავლობა გიყვარს ახლა არ არის. მაგან ის გამოიწვია, რომ საკმაოდ კომუნიკაბელური გავხდი, ნებისმიერ დროს ოჯახის წევრებთან მქონდა წტომა იმაზე, რომ ნებისმიერ თემაზე მესაუბრა, იქ დედაჩემი თუ არ იქნებოდა სახლში, ბებია ჩემი იყო, თუ ბებია ჩემი, დედაჩემი არ იყო, ბაბუა ჩემი იყო, ასე შემდეგ, ხო. და ძალიან დიდი თბილი ოჯახი ვიყავით სულ. ხილიანი რა თქმა უნდა, კარგად მახსოვს, ეხლა როგორც დედაჩემმა თქვა, აღარ ვცხოვრობთ, იქ სადღაც 2 წელია, მაგრამ მეც დედაჩემისნაირად ვარ რა. მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე რომ მივიდე, როცა შემიძლია ვნახო, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეგ ადგილი რა და საბოლოოდ ალბათ დაუბრუნდები რაღაც პერიოდის შემდეგ. ხო, ან ტერიტორიაზე მაქვს საუბარი რა. რა მინდა იცით გითხოთ, რომ პრინციპში ძალიან მოსალოდნელიც იყო, რომ აი სახელოვნებო სფერო, სამსახიობო სფერო და აი ეს სფერო გიორგი მაირჩია. ნატალია კონტურებით, მაგრამ იქითკენ მიდის. აი, ლენუკა, შენ შემთხვევაში როგორ იყო და მე ნიკას ამბავიც მაინტერესებს. იცი რა არის, ეკა, ჩემ შემთხვევაში იმდენად სულ ყოველთვის აი ბებია ჩემთან, ელენიდან დაწყებული, სულ დავყვებოდი რეპეტიციებზე, სპექტაკლებზე, კულისებში რომ ვიჯექი, სულ ამას ყველაფერს ვუყურებდი, მაგრამ იმდენად ანუ ყველას თავიდან ეგონა რომ მე მსახიობი იმდენად აი უკომპლექსო ვიყავი, აი ცეკვავდი სულ არ მქონდა ხალხში კომპლექსი რომ აი ღეროდი ყველაფერს ვაკეთებდი და აი ეს შეობებია ჩემი იცახდა რომ უეჭველი იქნება მსახიობი. და რაღაც თინეიჯერობის ასაკში ეკა რადიკალურად შევიცვალე იმ ხრივ რომ დედა მაგ პერიოდში ასწავლიდა სამოდელო სფეროში იყო. დედა ძალიან ცნობილი მოდელი იყო თავის დროზე კი იყო. ნამდვილად და რაღაცნაირად გავყევი, მოკლედ ძალიან დამაინტერესა ეს რა თქმა უნდა, კიკიკის პერიოდი ქალურობის კი არ ვიყავი, ხაზვთხა ვიყავი ერთად ხეზე ვიძი. მაგრამ ახლა 2 მეტრა და გიწყობდა ხელს ფიზიკური მონაცემები და ეხლა და თუ რაღაცა გავიარე კასტინგი რაღაც ისის, ну მოკლედ საბოლოოდ ესე გადაწყდა. მერე პლუს ცეკვა მინდოდა და ვახტანგ ჭაბუკიანის საბალეტო სკოლაში ცეკვავდი 3 წელი. მაგრამ არ შემიწყო ხელი იმან, რომ წავედი მისავით სიმაღლეში. საერთოდ არაფშუაში არ ვარ მე მაქს ფეროსთან, ანუ არც მიცდი, არც მქონია სურვილი და აი რაღაც ყურადღების ცენტრის ქვეშ ხა ვერ ვიტყოდი რომ თლად ეგრეც არის, რომ ყურადღების ცენტრის ქვეშ არიან, მაგრამ რაღაც დონეზე არიან რა და არ მომწონდა ეგ რა, ჩემთვის მინდოდა ყოველთვის ყოფნა და მე ვიყავი მოხიბლული საკმაოდ გვიან დავიწყე სპორტით, გვიან დავკავდი, ვიყავი 16 წლის. მაგრამ მგონი კალბურთმა გამიტაცა რა ძალიან და ვეცადე, მაგრამ არ გამომივიდა. ну იქ ტალანტი იქნება თუ საკმარისი მონდომება. ну შეიძლება ისიც რომ 16 წლის სასახლში საკმაოდ გვიან დავიწყე, მაგრამ ბავშვობიდან მიყვარდა ვარჯიში და მომყვებოდა ეს ყველაფერი, ხო? ანუ სპორტი იყო ჩემთვის ახალი, მაგრამ არა ფიზიკური დატვირთვა, ამის თქმა მინდა. ამიტომ თლად ეგრეც ვერ ვიტყოდი. ну სამწუხაროდ მოკლედ თუ საბედნიეროდ არ ვიცი, ვერ გავყვე პროფესიონალურად, მართლა მინდოდა. მაგრამ ну ეს რაღაც ბავშვური ისიც არის რა, ოცნება რა, მაგრამ სამოყვარულოს, ასე ვთქვათ, მე და ჩემი სამეგობრო წრე ახლა ვთამაშობ სამოყვარულოს ბეთლავის იმპორტ დაკავებულები კალბურთში და საკმაოდ ასე ვთქვათ ის არის, დიდი დრო მიაქვს ჩემი ცხოვრების, იმიტომ რომ აი არა მარტო ფიზიკური ვარჯიში, კალბურთის ვარჯიშებიც გვაქვს გუნდს, საქართველოს ბანკის გუნდში ვთამაშობ და დიდ დროს ვუთმობ რა, იმიტომ რომ რაც ვერ ავიხდინე ჩემი ეს სურვილი რომ პროფესიონალურად მეთამაშე, ეხლა ვცდილობ რომ რაღაც ის ამოვიღო რა. როდესაც რაღაც პრობლემაა და ნუ სამწუხაროდ რაღაც პრობლემებს არ ჩაუვლია თქვენს ოჯახთან, ისე როგორც ნებისმიერ ოჯახთან. აი როგორ არის ერთმანეთის იმედი გაქვთ, აი როგორ ხდება ეს თქვენთან, რისი მოყოლად შეიძლება, აი თუ გნებავთ ზოგადადაც. არა, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მე პირადად ისეთი შინაგანად აი იცი როგორ ვარ, ეს მეჩხუბება ხომ აი ზედმეტად ვიცი ხოლმე რომ აბა იმას აი თავს გავწირავ რა, აი ბოლომდე რომ ოჯახის წევრები აბა ლელას რა უნდა, აბა ზურას რა უნდა, შეიძლება ყოველ დღე ვეღარ ვახერხებ, იმიტომ რომ ცალკე შულს უნდა ყურადღება და ნუ ცალკე ჩემს ხო ხვდები ხა აღარ არის ეს ის ცხოვრება, მაგრამ მაინც აი ბოლომდე ვიცი რომ იმას და მივხედო, ამას და მივხედო რაღაც და ბოლოს ხვდები რომ ცა გამოწურული ვარ ჩემი თავის ხალ მისა. კი, ეს ეგ. მე ზურაზე ვიტყოდი რა. ბავშვობიდან მახსოვს რომ ზედმეტად ხელგასვლილი ვერ იქნები, მაგრამ ძალიან ხელგასვლილი იყო, მაგრამ ზედმეტად უყვარდა ოჯახის წევრებზე გადაყოლა. აი თავის თავს ყოველთვის მოვაკლებდა, თვითონ
ყველაფერს იწავდა იმისთვის სხვას ქონოდა ოჯახის წევრს მით უმეტეს ვიდრე თვითონ რა ხო დღემდე ეგრე არის რაზეც სულ ეჩხუბები იმიტომ რომ ну რაღაც ზომა წონა უნდა იცოდეს ყველა მაგრამ ну რას ვიზავთ თქვენი ოჯახის წევრებს ეს უკვე ვათქვამინებ და მათი ოცნებები და ნატრები ვიცი ან გეგმები აი რა არის რა არის აი უახლოეს 3 წელიწადში 5 წელიწადში ეს რა შეიძლება იყოს ეკათხეს ისე ცხოვრება მოვიდა აი ну ცოტა ისეთი ნათქვამია რაღაცა უარყოფითი მაგრამ საერთოდ შინაგანად ძალიან პოზიტიური ვარ და ყოველთვის მეუბნებიან ძალიან დაფრინაო და ეშვიო მე თევზები ვარ და სულ აი რაღაცა იმაში ვარ რომ ეს იქნება აბა რაღაც ხეჭე მე მაინც ესევ გეგმავ მაგრამ აი გეგმები მაქვს ცოტა ვეღარ ვიტყვი ეს ცხოვრება მოიტანა თორე ხა ჩემთვის პირველ რიგში არის სულიერად მშვიდად თუ ვერ გზნობ თავს ძალიან მე რეფორიაქში ვარ და ვიკარგები და რას განიჭებს ამ სულიერ ემოციური ადამიანი ვარ ყველაზე და ყველაფერზე ნერვიულობ და ჩემ თავს ვკარგავ მაგრამ ძალიან მშველი ჩემი შვილი იმიტომ რომ ერთ პერიოდი მქონდა ძალიან ვერ ვიტყოდი რომ დეპრესია მაგრამ აი არანორმალური всё დაეწყო ეს წლებში ძული არანორმალური ფოთვები მქონდა აი ეს რაც აი გარემოში ვერ ვეგუები აი ამ უმეგობრ აი არა კონტაქტი ხალხთან ეს ჩემთვის აი წარმოუდგენელი აი იცი რა არის აი რამე ნატრება რომ მიუხედავად იმისა რომ 90-იანი ნანახი მაქვს და რა ვიცი უშუქობაც გავლილი გვაქვს პურზეს ყოფილვართ და ხახვზე ამას რო უყვები ეცინებად რა ვიცი რა არ გვაქვს გავლილი ხო ეხლა ნუ კარგად გვახსოვს ყველაფერი მაგრამ აი მაინც აი ვინატრებდი რო არ ჩაუღმავდე რაღაცა აი მე ეს მინდა და ჩემი ოცნება რაღაცა თაში ვიცხოვრო და ეზო მქონდეს და მე დავრგა რაღაცები ეს ეხლა დამეწყო რატო დამეწყო არ ვიცი მაგრამ აი რო გავიღვიძებ აი სოციალში შევალ თუ აი ტელევიზორს ჩავთავ თუ აი ვიღაცას დაურეკავთ რომ აი იყოს ჩემ გარშემო აი სიცოცხლე იგრძნობოდეს და ბედნიერი ქვეყანა აი ხო ხდები იმიტომ რომ იმდენად დავიკარგეთ იმდენად ყველა გამოვიკეტეთ რომ ვერაფერს ვეღარ გეგმავ 3 წელიწადში რა შეიძლება მქონდეს ანუ ცოტა შიგნით დამეკარგა რწმენა თორე კი მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება მჯერა რომ ეს მაგრამ აი იმდენად ხალხი რაღაცა დაწრგუნულია აი ეს ცოტა ცუდად გამოდის მაგრამ აი ვერ გეტყვი რომ 3 წელიწადში რა შეიძლება იყოს აი რა ვიცი იცოდე რომ იქ სადღაც ბომბა ჩამოვარდებოდა კი ეს უარყოფითი არ მინდა ვთქვა მაგრამ აი ვერ გაგცემ პასუხს რომ აი რა მინდა ოცნება მაქვს რა თქმა უნდა მაგრამ სადღაც სოფელში სახლს არ გამორიცხო არა ნუ ეს ხო აი რაღაცნაირად იცი რომ და ეს სახლი სოფელშია თბილისშია თუ სადღაც მე თქვა თბილისში არა უბრალოდ ცოტა მოშორებით რომ აი ჰაერი იყოს აი აგარაკი ხო ნუ აი მარტივი აი აგარაკს ცოტა ისე ეძახიან ხო ხდები მარტივი პრიმიტიული სახლი რომ კონდეს ჩემ მეგობრები რა ვიცი სტუმრები სულ ხალხმრავლობა იყოს ჩემ იმას გავაკეთები ეზოს დავრგავდი აი დამეწყო რა 44 წლის გავხდი ეხლა და აი დამეწყო ალბათ ასაკის ბრალია ყველაზე ხშირად დასმული კითხვა როგორი დედა აი მე ვიტყვი კითხვას როგორი დედა რა ვიცი როგორი დედა აბა როგორი ისე მართლა არ გითხრას როგორი დედა აი ცოტა ისეთი საკითხვა მაგრამ ახლა ძალიან კარგი დედა არის, მშვენიერი დედა არის. სერიოზულად რო უპასუხო ამ შეკითხვას, ცოტა სასაცილოა, მაგრამ ნუ ზედმეტად ყურადღებიანია. ნუ გადაყოლილი იყო ბავშვობიდან. ანუ მამას მართლა ვხედავდი და ვაფასებ და ვცდილობ რომ დაუბრუნო ეს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნუ მიუხედავად იმისა, რომ ეს დედაშვილური სიყვარული რაღაც იმას არ მოითხოვს მაინც ეს შვილისისა ჩემი ეგრე მგონია რაღაც პასუხისგებლობა ყველაფერი მინდა დავუსრულო რა რაც უნდა არ მინდა ვაწყენინო მინდა გავუკეთო ყველაფერი რაც უნდა ასე შემდეგ და ასე შემდეგ ნუ ელემენტარულის და არაელემენტარულის ეგ ერთი მეორე როგორი დედა არის ნუ ეხა ეს რაც მახსოვს ბავშვობიდან და ყოველთვის ვიტყვი ის იყო რომ არასოდეს არ მიცავდა როდესაც სხვა ჩემს ასაკის ბავშვებთან მეგობრებთან მქონდა ხოლმე კამათ ყოველთვის მე მამტყუნებდა და მეუბნებოდა რომ ანუ ეს არ შეიძლება ნუ სხვის მხარეს იჭერდა მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ხე მე კი ვიცოდი შინაგანად რატო შვებოდა ამას მაგრამ ნუ ხო ეხლა ისე ხო არის დედები რომ ჩემი შვილი ნუ არა და არიან დედები რომლებიც არასდროს თავის შვილს არ იცავენ კი ეგ კატეგორია იყო ეგ გლობალურად ბევრი ჩვენი დედა ეგეთი იყოს რომ ვიცი რა არასდროს არ გიცავდი კი ზუსტად ვიცი რა სამბო ნიკა რა სინატრებდი 5 წლის შემდეგ ოცნება 1 წლის მერე 3 წლის მერე 5 წლის მერე როცა ჩემი გადმოსახედიდან და ჩემი აზრით მე რაც შევიმუშავე ის იყო რომ მე ჩემს საქმეს უნდა მივყო ბოლომდე მაქსიმალური უნდა ჩავდო
უნდა ვეცადო რომ უფრო განვითარდე და წინ ვიარო და ისე დონეზე მინდა ვიყო 5 წელიწადში, თუნდაც 5 წელიწადში, რომ ჩემ ოჯახს უკვე საკმაოდ ისე მივაქციო ყურადღება და მივხედო. აი მინდა რომ ასე ვთქვათ პრობლემები რაც აქვს მოუგვარო, რა თქმა უნდა არა მარტო ჩემ თავს. ხო, ნუ რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახი არის პირველი რა, ხა რისთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს, ხო, მარტო ჩვენ კარგად რომ მე ეგრე უყურებ ყოველ შემთხვევაში. რა თქმა უნდა. მე ისედაც შემიძლია კარგად ვიყო, ეხლა ისეთ რაღაცებსაც ვგეგმავ, რომ ხო, მაგრამ ეგ ჩემთვის არ ამნიშნულოვანი, ჩემთვის არის ოჯახის კარგად ყოფნა რა. და ასევე ჩემი შეყვარებულის რა, რომ რაღაც გეგმები გვაქვს სამომავლოდ და ხო, ან ეხლა შეყვარებული სამომავლოდ საცოლად. კარგი უკაცრავად. და ნატრო და ჩემი ბიბი. ხო, ნუ ნატრო ის არის რომ ეს ყველაფერი გამოვიდეს, რა თქმა უნდა. კარგად ჩართო თავის. დიდი მადლობა. ეს იყო შეხვედრები ჩემს საყვარელ გრაფიკაში, რომელიც აღმოვაჩინე ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე და აი მაშინაც ძალიან შემიყვარდა და აქაურობას ნახავთ თქვენ ძალიან საინტერესო სხვადასხვა ადგილებია. გრაფიკა მდებარეობს მიხეილ ლერმონტოვის 5 ნომერში. დიდი მადლობა. თავიდან იყო ბებია ჩემი, იყო პარაოზი, ჩემის დედა და რო გარდაიცვალა, უცოდ მიხვდა რომ ამაზე გადმოვიდა. ამან არის ცოტა თავიდან, აი რას ნიშნავს რაღაცებთან გადავიხადო, როგორ ხდება ეს ამბავი, რაღაცა და ნელ-ნელა რა ჩაჯდა კალაპოტში და წავიდა პარაოზი გახდა ზურა. ეხლა ამ პარაოზს ცოტათი ჭანჭიკები მოეღრიცა და მეხმარები ხო სანდახა მე ვაძვერიცა. ხო და შენ ესეთი მეოჯახე გახდი ხო? აი რა რეების რაც მე ჩემი თვალით ვნახე ამ ბოლო ორი ბავშვის აღზ და ნუ არ გაუჩენია თორე მეთქი აი ორი ძუძუ გაკლია მე ვთქვა ესეთი ორი ძუძუ მაკლია ბოდიში მე არც ერთ დეტალში არ შევდივარ უბრალოდ ორი პატარა შენთან იზრდება ხო მე გავზარდე თავიდან ბოლომდე პამპერსების გამოსვლებით კვების 2 საათიან 3 საათიანზე გადასვლების თელი მუღამები დღამე გაგვიძება 2 საათზე პამპერსი გამოვუცვალე დავაზინე მეორეს გაეღვიძა იმას გაუკეთებზე დავაზინე გამოვუცვალე დავაზინე ვაბანავე გაურეცხე გავფინე შრალი ჩამოგხსენი ახალი პარტია გავრეცხე და რეპეტიციებზე მომყავდა ორივე კალასკი და აქ რეპეტიციებზე თან რეპეტიციას გავდიოდი. ოდო მართლა გეუნები აი ეს რამდენი ეს ხდებოდა რამდენი 5 წელია უკვე ეს ხდება. 6-ის გახდა კოსმო. კოსმო 6-ის გახდა. პირველი წელი მე ვეხმარებოდი მე ვუნა როცა იყო სრულიად აი მოდი ვთქვათ არა გიორგი ერთი წამით ერთად მე ვარ 3 შვილის დედა. ხო და კაი გიორგი აბსოლუტურად მარტო ახლა რა მელაპარაკე შენ მარტო ზრდიდი მე მარტო ვაბანავებ, მარტო ვბან, იმიტომ ვერ არავის არ აბან, მარტო ვბან ორივეს. შენ ხა მარტო ცხოვრობ? არა, დეჩი მამაჩემი, მაგრამ ესენი იმასო ვერ არაკეთებენ, მე ვერ გავაკეთებენ, არაძლევენ ბავშვები. შენ ბავშვებთან ერთად გადახვედი მშობლებთან. ყოველთვის ბავშვებთან ცხოვრობდი, მაგრამ არავინ მეტი აღარ მყავს რა. არა, პირველი წელი არ ცხოვრობდი ბავშვები რო ხო, ნუ თავგეცხოვთან და ცხოვრობ ნაკილავებში, მაგრამ მე როგორ მოშა ყველაფერი გადმოვედი ბავშვებთან ერთად და გავედი თეატრიდან დეკრეტში, იმიტომ რომ მე დრო არ მაქვს რომ ბავშვებს ფიზიკურად მეთქი ვერ ვივლები. კი, იყო ეგეთი ამბავი. და ორი ბავშვი გავდა, იმათოს გამზარდეს მე. ასე ვთქვათ რა. ერთგვარი მოხდა. შენ მაშინ 45-44 წლის იქ. 48 ვარ ეხლა. ვიღანში იყო 42-ის იყავი რომ გაჩნდა კოსმო. და ახლა ეს არ არის პატარა ასაკი, ანუ ღამებს ათენებ. მოკლედ ამ ბავშვებს უვლიდეს თავიდან. აი შუ, ხო. იყო ეგეთი ამბავი. და ახლა? ეხლა ძალიან დილით 8-ზე ვდგები, ბაღში მიმყავს ბავშვები, მე მოვდივარ რეპეტიციაზე, მე ბაღიდან გამოყვანაში ზურა მეხმარება გამოყავს, ვანაობა გარეცხვა ყოფილი მე. ამასთან კავშირში. როგორ გაჩნდა იდეა, აი მართლა ძალიან სასაცილო ამბავს ყვები, რომ ჩამეწერა აი ეს 3 არაჩვეულებრივი ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ ამის მიზეზი, რა ვიცი, რა დალევს ამის მიზეზებს, ხო? ახლა აღარ ჩამოვთვლი. ახალი წლები იყო თუ ნაახალ წლებს, ბატონობა და ქალბატონობა და რაღაცა ვათვალიერებ სოციალურ ქსელს და Facebook-ს. მე და ნატალია მეგობრობთ, ნატალია მართლა ჩვენს თვალწინ გაიზარდა, ის სითის ერთ-ერთი ყდის გმირი, ანუ ეს წყინვალე წარმომადგენელი თავის თაობის ნამდვილად და არის ესეთი კადრი. ვიდეო დადო ნატალია Facebook-ზე. ზის სავარძელში თვითონ რაღაცა მოკუმტ რაღაცა კომფორტულად და
იქ რას იღებს და უკან უცებ იშლება კადრი და ნაძვის ხეს აწყობენ ზურა და გიორგი ყიფშიძეები. ანუ აი პიჟამოში. პიჟამოებში, ხო? Jingle bells, jingle bell rings, jingle bell rings. Everybody come and carry your say. How will make you say? How do we rise today? შეხედავ მამაშენის ტრანსფორმაციას, ანუ შენთვის რაღაცა შეიცვალა გიორგი. კი, რა თქმა უნდა. აღმოჩენები არა შეგვიძლია ეს მე მგონია რომ საერთოდ ყველაფერი საერთოდ რაც ახალგაზრდობაში არ უქნია, მაგას რო კიდე გადაამრავლო 100-ჯერ, მაგას აკეთებს ბოლო პერიოდი. რეალურად ეს ყველაფერი იყო როგორ რომ თავი რო გავიგე კოსმოსს, გამოვშტერდი, იმიტომ რომ 40+ იყო მაგ დროს და მეგონა რომ აი როგორ გაქაჩავს ამას და რო გაჩნდა ეგ იყო კორონის ბავშვია კოსმო. და ცხოვრობდნენ ერთად სხვაგან. მისი ყოფილი მეუღლე და თვითონ და მან ვიყავი 1 წელი. მე მაგას უნივერსიტეტი მქონდა ონლაინ. წერეთელზე. არ გახსოვს? ჩემი პანდიდან სხვათა შორის პანთეონი ჩანს და იქ ჩავდიოდი ხოლმე ხშირად. ხო და პირველი წელი მე ძალიან აქტიურად ვეხმარებოდი, მაგრამ მე მივხვდი რომ ნამეტანია ხვდები, იმიტომ რომ ძალიან დიდ დრო მიაქვს ამ ყველაფერს. მე მეორეც გაჩნდა ლუნჩიკა და მე ეს ყველაფერი ისე გადალაგდა, რომ გიორგი სულ მარტო აღმოჩნდა. მე კი ძალიან მინდოდა დახმარება, მაგრამ მე ჩემი სწავლა მქონდა, მაგროს დავიწყე სერიალი. ძალიან ბევრი რაღაცა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში და პლუს ჩემი კატა მყავდა მაგ დროსაც და ძალიან დიდი მოვაჭირდებოდა იმასაც ხო და უბრალოდ უყურებდი რომ გიორგი რეალურად სუ მარტო აღმოჩნდა. მართალია ცხოვრობს ბებოსთან და ბაბუსთან, მაგრამ ბებოს ამ მომენტში არ აქვს ფიზიკურად შესაძლებლობა რომ ეგრე აქტიურად იყოს, ყველანაირად ცდილობს დაეხმაროს. ერთი რაც არის რომ ლენუკას ხანდახან ლუნა მიყავს ხოლმე თავისთან, იმიტომ რომ ძალიან მოწონს ლუნას ეს ლენუკას გაბანჭული ამბები. თან რაღაცნაირი წყნარი ბავშვია და ეგ მარტო წაყვანა ძალიან გვიმარტივდება, მაგრამ აი ორი ერთად როგორ აკეთებ მართლა არ ვიცი, იმიტომ რომ ერთმანეთს აგიჯებენ რა ეგ მომენტია. ხოცავენ ეს ორი ადამიანი რომელიც მომართული ერთმანეთი და მოკლა. აი ცალკე სიმშვიდეა რა. მარტო კოსმო რო არიან მარტო ლუნა ერთად აი არ ვიცი, მართლა აი აქ მაჯდებიან და ამას მიშვებიან. კოსმეტიკ ეიდი, ჩემი აზრით, ეს არის ის პროდუქტი, რომელიც უნდა გქონდეთ არა ყოველდღიური მოვლისთვის, არამედ აი იმ პერიოდისთვის, როდესაც გრძნობთ, რომ ცოტა შეშუპება მომატებულია, ან გადაფრინდით, გადმოფრინდით, ან რაღაცა დატვირთული უქმეები გქონდათ. უკეთ აი თქვენ თვითონ იგრძნობთ, როდესაც დაგჭირდებათ ეს პროდუქტი. ეს არის კოსმეტიკ ეიდის სახის ზეთი, რომელსაც აქვს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო არომატი. მე ვაკეთებ აი ასე, ნახეთ. აი ესე ოდნავ რამდენიმე წვეთს ესე დავასხავ. შემდეგ ესე ჯერ შევისუნთქავ და შემდეგ აი ესეთი მოძრაობებით ხა მაკიაჟი მისვი, მაგრამ არა უშავს ესეთი მოძრაობებით და იცით თქვენ სახის მოძრაობები გყოლა და სახე ეს გახლავთ ღამის კრემი კლავ, როდესაც შეშუპება და ასეთი თემები გვაწუხებს და რა თქმა უნდა ყვებავს და ეს მე ძალიან მიყვარს, ეს არის დღის კრემი, ცოტა თემს უყებ, მაგრამ ძალიან კარგი. ეს კი ფიბრომასაჟორი, რომელიც შეიქმნა რასაკვირველია სხეულისთვის, სარეაბილიტაციო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, ზეთის წასმისას ასევე უებარია, მაგრამ მე ასევე ვიყენებ სახისთვის. მას ვდებ მაცივარში და დილით, როდესაც საერთოდ არ მაქვს დრო, გამოვიღებ, ის არის გაყინული და თან ნაზია, არაზიანებს თქვენ კალს და ძალიან კარგია. აბაშიძის 61 ბიოორგანიკა. სხვათა შორის ვაჟა-ფშაველას 51 ნომერშიც არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მაღაზია და რა თქმა უნდა კოსმეტიკეი ჯორჯია არის აქ. აქ ცხოვრობს იმუნიტეტი. წავედით ვნახოთ. ბიოორგანიკა, განსაკუთრებული სივრცე და ამოჩემებული ადგილი მათთვის, ვინც უსმენს თავის ორგანიზმს და ვინც ძალიან ყურადღებით არჩევს თითოეულ პროდუქტს. მართლა ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, საუკეთესო ჯანსაღი და ესეთი საინტერესო პროდუქტებისა.
ღერს მაჩვენ. როგორც კი კოსმეტიკეი ჯორჯია გაჩნდა საქართველოში, მან იმთავითვე დაიდო ბინა ბიოორგანიკაში. ეს როგორც გითხარით არის აბაშიძის 61 და ვაჟა-ფშავლას 51. აი იქ არის კოსმეტიკეიდის თარო და შეგიძლიათ მოხვიდეთ, მოიკითხოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტები და შეიძინოთ. დიდი ხანიც რომ არ ვიყო თეატრში, მაინც მახსოვს ყველა გზა. აი, საიდან რა არის? ხშირად თუ არ არის ბილეთი განსაკუთრებით ლირზე, აი ამ ოთახში შევდივარ და ხმის რეჟისორი არის ჩემი სიყვარული ანი მურღულია და მაგასთან ვზივარ. აი ბოლოს მან ვიჭექე ჩემ მეგობართან ერთად. ბოლო სართულზე დერეფნის ბოლოში არის 77 ნომერი, რომელიც არის დედაჩემის და მამაჩემის დაბადების წელი და თან ყველაზე ძალიან თითქმის ყველა ყიფშიძეს გვიყვარს 7-იანი. ლუნას არ შეუულია გიორგის გარეშე. ლუნა, ეხა ეს არის ყველაზე პატარა ყიფშიძე. შრემლები. აი, და მამა, ეხოთე გამოსთან. საწაკი. თიშა. ეს არის? არა, მე სხვაგან მოვალე. აჰა. კაი, მოდი. მე დედა. კარგი. მახინჯური იყოს, არა უშავს, ხო? უშავს, თავარი ნაღდი იყოს. თავარია იყოს ნაღდი. ღმერთო, იმდენი ვიარე თუმანიშვილის თეატრში, სანამ ჩემი ხელმოწერა. ხოდაშ არის აკუარის სიტუაცია, ასევე ზურასო თავს. რას გავს ჩემი ხელი, მეგობრებო, შეხედეთ. დღეს არის 9 მარტი. სუდა დავარ. ჯერ ეკა დაწერე. ეკა ხო რია, დღეს არის 9 მარტი 2026. 2026. აქ 2014-დან არის. დონალდ ტრამპი, ბატონებო და ქალბატონებო. რატო ყავს დონალდ ტრამპი? მაგრამ ეგ ამოვივიდა, აი ეს. აი როდის მიხვდა რომ ჩარლი ჩაპლინის. ფოტოში რომ მეც ვარ და რატო ვარ მოჭრილი? მე შენდა არა ხარ მან. არ ვარ მან, ეგ ნიკუშა ლენკა, ის ვარ მე. და თავარი ნატალია იქ. აი თავარი ნატალია იქ არის. გახსოვს ეს დღე ნატალიკო? კი, ეგ არის დათუნა სულიკაშვილის ატელიეში ვარ და მოხდა ეგეთი რაღაც რომ კრისტის იღებდნენ, რაღაც ფოტოებს იღებდნენ, თან მოზომა იყო, ერთ-ერთი პირველი ჩვენება იყო და მახსოვს და აი რაღაც მაგიდებზე იჯდა ხალხი და ყველგან დადეს ეს ფოტო, იმიტომ რომ გადაწყვიტა რომ დიდი კაბა მინდოდა ჩამეცვა და დედაცნაირად ქონოდა თვალები და ხო, ძალიან შეუყვარდათ ეს ფოტო, ყველგან ეს რაღაც მოსაწვევის კი, ნუ ვის არის, აფიშასავით არის. ხო, და ყველა ჩემო ოჯახის წევრმა თითო წამოიღო იმ ჩვენებიდან და ხო, ორიგინალი არის ეს და სახში მაქვს კიდევ. სულ გვიკიდია ყველგან. დოჟუანი, მეფელირი, ბატონი ზურა. ყველაზე ლამაზი. საკალენდარო ფოტო იყო. სასწაული. ეროსი მანჩგალაძე. აი კლაუდ დონჟუანი. ეს რატო ეს ფოტო? ვისი საყვარელი ფილმია, ლეო? შენ გავხარო დადაუას და შენ ხო? მაჩუკეს. გიო, მოიცადე გიო. ეს ფოტო მიყვარს. ეს ესპანეთი ხო? ეს არის მიშა. აა. რა კაი ფოტოა. ჩემი საყვარელი ფოტოა ეს? ძალიან მაგარი ფოტოა. ამ გოგოზე ვიждდებით, არის ვიღაც სოფლის. ლუნა, ეხ სად მიდიხარ შენ და мама? ჰა? სად მიდიხართ? სადაც არ უნდა წავიდეს მამა იქ. შენ ეხა მამას უნდა გაყვე ყველა ვარიანტში. არ განიხილება ხო სხვასთან ერთად? არ განიხილება კაცო. აი ბაბუც მოვიდა. განიხილება, მოდიხარ სახში, ბები არ ვნახო. ხო და მოვალე ხო მალე. გაიძავე. აი აქ ესეთი სიგიჟეებია. ეს დონჟუანია. ხო. ეს არის ახალი ზელანდია. ნატალია.
ელექტრონი. ის მოხდება ისახო რაღაც კალენდარი. კი, კალენდარი. მეჩიტოვისა. გახსოვთ ეს დღე? კი. ძველ თბილისში. ეს რაღაცა მაიმუნები რომ მოდიოდნენ და ხელებს ტოვებდნენ და სისულელებს. რეკამას დაატოვა. ცუდად დავხატე, მაგრამ რა უშავს. გადახატე, უშავს. ჩემი ხელი გადავღოთ ცუდად, მაგრამ რა უშავს. აი ეგეთ. თუ რა ქვია ეს? შემოგეხაზა. შემოგეხაზა. აი ეგეთ. არა, არ შეხედოთ ბატონო ზურა. რატო არ შეხედოს? ეგეთი. მოიცა სად არის? სასწაული, ნატალია ჩვენე. აი ეს არ იყო მარკერი და გიორგიმ გადამოსმევა მარკერი მოვა. მაგრამ ხელი სად არის? ეს არის ხელი. თითები სად არის? ეს 1 2 3 4 5. ხელი ამ გენიალური ქალის. რა ვქნათ? კალამი ისე არ მომწონს ჩემი ხელის პორტრეტი იქ. რომ დე პირობას შემდეგ სპექტაკლზე მოვალ გიორგისთან შემოვალაგ და ლამაზად დავწერ. იმიტომ რომ უხერხულია ხალხი რომ მოვა, ან ბევრი წლის მერე ვიღაც რომ მოვა გადასაღებად ეს ყოფერია. ესეთ ხელს რატო იღებდაო? ესეთი უცნაური ფოტო მე ეროსის არ მინახია არსად. საოცრება რაღაცა არის კეთილი კაცი და აქ რაღაცა ცოტა უიმედე და აი რაღაცა. ცოტა ის არის, ხო, ისინი რომ პარტიული ტიპები ვარ. რაღაცა უიმე. აი რა არის მთავარი ცხოვრებაში ბატონო? სიყვარული ჩემო კარგი. ვის მიმართ როგორ? ყველაფრის მიმართ. ცოტა რომ გამიშალოთ. უნდა გჯეროდეს. ღმერთის უნდა გჯეროდეს, უნდა გჯეროდეს სიკეთის, უნდა გჯეროდეს იმის რომ შენი ნაშიერი არ შეგარცხონეს და ასე შემდეგ. ცხოვრება აი მე ესე მგონია რა. შეიძლება სხვა აზრიც მომსვლოდა თავში, მაგრამ არ ამგონია ამაზე დიდი რა უნდა იყოს, სიყვარულზე დიდი რა უნდა იყოს. მე კიდე მგონია რომ ნდობა უფრო მნიშვნელოვანია. ოცა ადამიანი იმსახურებს რომ ენდონ იქ სიყვარულის გარეშე შეიძლება ბედნიერი იყო. იმიტომ რომ ნდობა როცა არსებობს გვერდში დგომის ის რო აქ ადამიანის სტატუსი რომ მე შენ ისე გენდობი რომ მე შენ გვერდში რო გიდგევარ, იმიტომ რომ შენ მე გენდობი. ნდობა აღარ არსებობს გაქრა რა. ძალიან ბევრი ადამიანს შორის ნდობა იმდენად გამქრალია რომ როგორ ვერ გავიგე. ხო, სიყვარული მე თვითონ რაღაცა გამოიჩეკება რა იქ. შენ ამ ნდობას ლაპარაკობ აი ყველანაირ საბჭო მეგობრილს ადამიანურ დედმამიშვილურ დაძმის საერთოდ ნდობა ძალიან ჭირს ეხლა რა გაშკე. აი სანდო ადამიანი რომ ვისაც შეიძლება ათხოვ კი არა და დაუტოვო და შენ გახვიდი ან ცოლი ან შვილი და წყნარად იყო აი ეგეთი ადამიანები ძალიან ცოტა დარჩა. ნატალია შენ? მგონია რომ ამათი რაღაცა შეჯვარება ორივე სიტყვის რწმენა არის რა. ეხლა ისეთი დრო მოვიდა რომ ადრე იყავი ესეთი ძალიან კარგი ადამიანი და ისეთი რომ ადრე შეიძლებოდა გეთქვა რომ აი სად ხედავ შენ თავს 5 წელიწადში 10 წელიწადში და ყველაფერი დაგეგმილი ქონდა. აი 1 წელიწადში ამას გავაკეთებ, 2 წელიწადში იმას დავამთავრებ, იქ ვიმუშავებ, მე ეხლა დღეს ყველა ვთანხმდებით რომ ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოა, იმიტომ რომ წამში იცვლება სოფლიო. მაგრამ ამის მიუხედავად, აი რისკენ იყურებით, რას ჩაიფიქრებდით, რას ისურვებდით? ბატონო ზურა. ისევ იმ სიტყვებს ვიხმარ სიყვარულთან დაკავშირებით, მაგრამ მშვიდობას. მშვიდობის გარეშე ეხლა დღეს მithumetes, რასაც ჩვენ ხედავთ, ეს არის რაღაცა კოშმარი, ხო? და ეს არეულობა როდის მოვა ჩვენამდე, კაცმა არ იცის. მოვა კი, იმის იმედი გვაქვს, რომ ღვთისმშობლის ქვეყანაა, წილნაყარი და გადაგვივლის ეს. ღმერთმა ქნას, მშვიდობას. და აი ამდენი შვილი ყავთ, რასაკურველი მშვიდობა, რომ ყველა ჯანმრთელად იყოს, ყველა კარგად იყოს და აი როცა ცოტა დიდი ხდები ადამიანი, ცოტა ასაკში ხარ, უფრო მეც იხსენებ იქით. მეც ვაწყობ ჩემთან. ხო და აი რაღაცა გახსენდება, რაღაც ბავშვობის ისენი, მაგრამ აი რა გინდათ, აი სად ხედავთ თქვენ, აი თქვენი კადრი, რომ თქვენ და თქვენი აი ეს დიდი ოჯახობა, აი რა გინდათ?
აი რა სინათლე. ეს იქნება ზღვაზე ერთად ყველა შეგიძლიათ რომ წასულიყავით, აი ყველა, ან ევროპაში გემოგზაუროთ, ან რაღაცა ერთი, აი რა არის ეს ისეთი. მე ძალიან მაკლია ამ ბოლო დროს ზღვა. საერთოდ ჩხუბობდი სახში, რომ რატო ვცხოვრობთ ისეთ ქალაქში, სადაც ზღვა არ არის. ნაცსავები მყავდა ბათუმშიც და სოხუმშიც. ბიძა ჩემი სოხუმში ცხოვრობდა, მამა ჩემის ძმა. მხატვარი იყო და თეატრალური მხატვარი და ცხოვრობდა ცენტრში, თეატრის გვერდზე. ნუ ეს აღარ არის გაქრა. ეხლა ამ ბოლო დროს როდის ვიყავი ბოლო ზღვაზე, აღარ მახსოვს და ადრე ფოტოებში მახსოვს მე, ლელა, ბავშვები, სიმამრი, სიდედრი, დედაჩემი, გესმის, აი მე მგონი ამ კადრებშია ბედნიერება, მე რო უყურებ რა. აი გეუბნები, ზღვა და მთა მიყვარს, ეს ესეთი ის არის. მე მინდა მქონდეს რაჭაში ისევ ის სახლი, რაც ადრე მთელი ბავშვობა მქონდა და მინდა ჩემი შვილები წავიყვანო რაჭაში და რაღაცა ცოტა გავზარდო ის არეალით და რანჩოსავით რაღაცა გავაკეთო და იტანტალონდან ჩემი მოყვანილი პამიდორები ჭამონდა, კიტრები და აღარ მინდა ეს საშინელებები რაც გარშემო ხდება. ქალაქიდან მინდა გავიქცე. მიწისძვრისგან არ ყარყავს. ჩამოხმოვით თამაშებს წავალ, ჩამოვალ ცოტა ხანი ვიქნები რეპეტიციას, და მე წავალ იქ ვიქნები. ძალიან მინდა რომ რაღაცნაირად 5 წელიწადში ალბათ რაღაცა ვიყო დარწმუნებული ჩემ საქმიანობაში და რაღაცნაირად ერთ რაღაცაზე მაინც დავდგე, იმიტომ რომ ბევრი რაღაც მიყვარს და თან მაგასაკში მეც ძალიან მინდა რომ ჩემი ხო უკვე რაღაცა ბუდე კონდეს კი მაგ დროისთვის ფიქრობ მანამდე მინდა რომ მეც ვიბოდიალო და ვიფიქრო და ზღვას და იმას რაც შეეხება მე თბილისში მიყვარს ყოფნა ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი და ერთი რასაც ვისურვებდი არის რომ ბოლო წლები რაც გადავიტანეთ ეგ ყველაფერი კორონასავით მოგვაგონდეს ხოლმე უბრალოდ 5 წელიწადში ნატალიას სურვილისამებრ მოკეთ უკვე ჩამოყალიბებულია თავის სფეროში, საქმე აქვს, ყველაფერი ძალიან ლამაზ დიდი სახლი აქვს თბილისში. ბატონი ზურა ჩასვას ყოველს მანქანაში, მიდიან გიორგისთან რაჭაში სახლში. იქ რჩებიან, იქ ერთობიან, რაღაც ლამაზ ფოტოებს ავრცელებენ და შემდეგ ყველა ერთად მიდიან ზღვაზე. ეს არც ისე ბევრია და ამაზე გაცილებით მეცაც გონია რომ იმსახურებ და მე მგონია რომ გექნებათ. ასე ცხოვრობდით მე ახალგაზრდობაში. მერც მახსნას. კი, აუცილებლად და დიდი მადლობა. რა არის ამაში შეუძლებელი? საერთოდ არ არის ფარმომიწყვეტია ეხლა არ არის. რაც გიგერ უბრალოდ რაღაცა რაც გინდა რომ გააკეთო და არ არის ოცნება ეხლა ამაში. რაც გინდა რომ გააკეთო, პრინციპში შენს ხელშია. ოცნება იქნებოდა მარსზე რომ გინდოდა ცხოვრება გიო. დიდი მადლობა ნატალიას გიორგის და ზურა ყიფშიძეებს. ეს იყო ყიფშიძეების დინასტია, ეს იყო შეხვედრები ეკახოფერიასთან. თუ მოგწონთ, გამოიწერეთ ჩვენი გადაცემა. მოგწონთ. დიდი მადლობა.